მეგობრებო, როდესაც საქართველოს მონარქიაზე ვსაუბრობთ, აუცილებელი ერთმანეთის პატივისცემი და ისტორიული ფაქტების ცოდნით ვიმსჯელოთ. პირველ რიგში არც კონსტიტუციური მონარქიის იდეის მხარდამჭერა ნიშნავს ვინმეს მონობის სურვილს და არც იმის მიუღებლობა საქართველოს სიყვარულის ნაკლებობას, ეს არის პოლიტიკური შეხედულების განსხვავება და არა ერთმანეთის შევარაცხყოფის საფუძველი. დააჩეხება სიტყვებს ტახტი გამომზადეთ მეფესო წმინდა მამა გაბრიელი უპირველესად გულის სულიერ მომზადებაზე საუბრობდა. ქრისტიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტესათვის ტახტის მომზადება საკუთარ გულებში. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი შეხედულება საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის შესახებ. ისტორიულად ქართველი მეფეები არ ყოფილან მხოლოდ ბრძანებლები. მათ შექმნეს ქართული სახელმწიფო, დაიცვეს სარწმუნოება, ააშენეს ქალაქები, ტაძრები და ციხეები, გადაარჩინეს ერი მრავალგზის განადგურებისაგან. დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, ერეკლე მეორე და ბევრი სხვა მეფე კიდე ქართული ხალხის ისტორიის მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. დიახ, საქართველოს ისტორიაში იყო სამეფო დაშლის, შიდა დაპირისპირების და მძიმე შეცდომების პერიოდიც, მაგრამ ეს არ აუქმებს იმ უდიდეს სახელმწიფო მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ მეფეებმა დაგვიტოვეს. სახალხო კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, არ გულისხმობს კლასობრივ პრივილეგიებს, ბატონყობას ან ვინმეს მონობას. თანამედროვე კონსტიტუციური მონარქია ევროპაში დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც მეფე პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი კი არა, არამედ სახელმწიფოს ისტორიული ერთიანობის, ტრადიციისა და ეროვნული უწყობების სიმბოლოა. შევარაცხყოფა, დაცინვა და ერთმანეთის მონებად ან შავნელებად გამოცხადება ვერ შეცვლის ვერც ისტორიას და ვერც ადამიანების შეხედულებით საქართველოს მომავალზე. მსჯელობა მხოლოდ არგუმენტებით, ურთიერთპატივისცემით და ისტორიის ცოდით უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ შეგვიძლია ვიკამოთოთ, როგორი სახელმწიფოს მოწყობა სჭირდება საქართველოს, მაგრამ ერთი რამ უდაოა, საქართველოს ისტორიისა და სახელმწიფო ტრადიციების შევარაცხყოფა არც დემოკრატია და არც პროგრესი არ არის. ბოლო დროს მონარქიის თემაზე იმდენი ემოციური კომენტარი იწერება, თითქოს საუბარი შუა საუკუნეებში დაბრუნებას ეხებოდეს. სინამდვილეში კი საკითხი გაცილებით მარტივია. კონსტიტუციური მონარქიის იდეის განხილვა არ ნიშნავს ფეოდალიზმის დაბრუნებას, არც ბატონყობის აღდგენას და არც მეფის ვინმეს მონად ქცევას. ევროპის არაერთი ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფოები, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, ნიდერლანდია, დანია სწორედ კონსტიტუციური მონარქიებია. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ქვეყნები არადემოკრატიული ან ფეოდალური სახელმწიფოებია, აბა ვინმე თქვას ეს. მეორე მხრივ არც მონარქიის მოწინააღმდეგეა ქვეყნის მტერი ადამიანს აქვს უფლება მიაჩნდეს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო ფორმა რესპუბლიკაა. მაგრამ ასევე აქვს უფლება სხვას იფიქროს, რომ კონსტიტუციური მონარქია შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობის და ისტორიული უწყობების სიმბოლო. რაც შეეხება დაცინვას, ნაზირ ვეზირები და ფანატიკოსები, დეფექტიანი მეფე და სხვა მსგავსი გამონათქვამები არგუმენტი არ არის, ეს მხოლოდ ემოციური შეფასებაა. სახელმწიფო მოწყობის საკითხები წყდება ისტორიული გამოცდილებით, სამართლებრივი ანალიზით და საზოგადოების ნებით და არა შევარაცხყოფით. ქართველებს ათასწლოვანი სამეფო ტრადიცია გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო შექმნეს მეფეებმა, გააძლიერეს მეფეებმა და ხშირად სწორედ მეფეებმა გადაარჩინეს. ამის გახსენება ფეოდალიზმის ქადაგება არ არის. ეს საკუთარი ისტორიის პატივისცემაა. თუ ვინმე თვლის, რომ რესპუბლიკა უკეთესია, ეს მისი უფლებაა. თუ ვინმეს მიაჩნევს სახალხო კონსტიტუციური მონარქია შეიძლება საქართველოს სასარგებლო იყოს, ესეც მისი უფლებაა. დემოკრატია სწორედ ის არის, როდესაც განსხვავებული არის პასუხობენ არგუმენტებით და არა დაცინვით. მადლობთ ყურადღებისათვის.